მოგესალმებით ყველას, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გვექნება ტაროს საჯარო გაშლა. ამჯერად გაშლა იქნება კითხვაზე, რა შეიძლება 2025 წელს თქვენს ცხოვრებაში. იფიქრეთ ამ შეკითხვაზე და აირჩიეთ აქ მოცემული 4 ვარიანტიდან ერთ-ერთი. აირჩიეთ ის, რომელზეც მეტად გაგიწევთ გული და რომელსაც გიკარნახებთ თქვენი შინაგანი ხმა და ინტუიცია. მე კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენ YouTube არხი, შემოგვიერთდეთ Facebook ჯგუფში, ასევე სახელწოდებით გრიმუარი და იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ პირადი კონსულტაციები, ტაროს გაშლაზე, დიაგნოსტიკაზე ჩაწერა, ან გჭირდებათ სხვა სახის დახმარება, შეგიძლიათ მომმართოთ პირადში, ჩემს Facebook პროფილს იხილავთ ახლა ეკრანზე. ხოლო თუ გაინტერესებთ ონლაინ სასწავლო კურსები, სადაც შეძლებთ რომ ისწავლოთ ტაროს გაშლა, მისი გამოყენება, შეძლებთ რომ დაეუფლოთ ფინანსურ მაგიას, თავდაცვით მაგიას ან სხვა ძალიან საინტერესო მიმართულებებს, ესტუმრეთ ჩვენ საიტს grimoire.gr, სადაც იხილავთ თითოეულ კურსს და მათთან დაკავშირებულ დეტალებს. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ პირველი ვარიანტის პასუხზე. მაშინ სადამე, რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში 2025 წლის განმავლობაში? დიდი ალბათობით აქამდე იმყოფებოდით ისეთ პოზიციაში, სადაც გიწევდათ მუდმივად სხვებზე ფიქრი, სხვების გათვალისწინება, შესაძლოა სხვა ადამიანების დახმარება ან რაიმე ფორმით გველმოქმედება, შუამავლისა თუ მედიატორის როლის აღება საკუთარ თავზე და ასე შემდეგ. თითქოს ასე თუ ისე სოციალურად აქტიური პერიოდები უნდა ყოფილიყო, რაც არც კარგია თავისთავად და არც ცუდი, თუმცა შეიძლება ყოფილიყო ემოციურად დამღლელი, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ადამიანების პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება, თუნდაც გველმოქმედება ან სხვადასხვა ალტრუისტული აქტები დიდი ალბათობით დამეთანხმებით ზოგჯერ საკმაოდ დამღლელი და რთულია, მით უმეტეს თუ კი ამასთან დაკავშირებით გარკვეულ მორალურ და ემოციურ პასუხისმგებლობასა და ტვირთს განიცდია. თუმცა მეორეს მხრივ თუ კი თქვენ დგებოდით ისეთ პოზიციაში, სადაც სხვების მხრიდან გიწევდათ უკვე დახმარების მიღება, დიდი ალბათობით ეს ყველაფერი იქნებოდა ძალიან უსიამოვნო, უხერხული, შეიძლება იმ ადამიანთა მხრიდან გეგრძნოთ უცნაური მზერა, კრიტიკა, თუნდაც დაყვედრება რაღაც მომენტებში, რაც ცხადია, ნამდვილად არ არის კარგი რამ. მიუხედავად ამ ყველაფრისა და მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოზიციაში აღმოჩნდებოდით, ან იქნებ საერთოდაც ორივე პოზიციის გაზიარება გიწევდათ პერიოდულად და მათი მორგება საკუთარ თავზე, ამ წლის განმავლობაში სიტუაციები რადიკალურად შეიცვლება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარკვეულწილად უკან დახევის წელი. უკან დახევის არა იმ გაგებით, რომ რეგრესს განვიცდით და პროგრესის საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივართ, არა, უფრო მეტად თითქოს უნდა შევაბიჯოთ შიგნით, საკუთარ თავში. თითქოს ეს იქნება წელი, სადაც უფრო მეტად დააწესებთ გარკვეულ საზღვრებს სხვადასხვა ადამიანებისათვის, დააწესებთ გარკვეულ წესებს საკუთარი თავისთვის. შეძლებთ უფრო მეტად სრულფასოვნად დასვენებას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ დასვენებას, არამედ დასვენებას პირველ რიგში გონებრივად, ფსიქიკურად, ემოციურად და სულიერად. ეს უნდა იყოს თქვენთვის აუცილებლად წელიწადი დაკავშირებული ენერგიების აღდგენასთან, საკუთარ ენერგიაზე ზრუნვასთან, მის განვითარებასთან და ასე შემდეგ. ამ წლის მანძილზე შესაძლოა რაღაც მომენტებში თავი უფრო იზოლირებულად იგრძნოთ, ან შეიძლება საერთოდაც ეს განზრახ გააკეთოთ, იმისთვის რომ უფრო კარგად შეიცნოთ საკუთარი თავი ამ მარტოობაში. წელიწადი მეტნაკლებად მშვიდი და სტაბილური იქნება, თუმცა აქტიურობა, როგორც თქვი, მაინც გადაინაცვლებს შინაგან, ასე ვთქვათ, პლანზე, სადაც მოხდება უფრო მეტად სამუშაოების განხორციელება და თქვენი მხრიდან აქტიურობა არა იმდენად ფიზიკურ დონეზე და არა გამოხატულად გარე სამყაროში ან სხვა ადამიანების მიმართ, არამედ საკუთარი თავისთვის. შეიძლება ეს იყოს გარკვეული სულიერი ძიების პროცესი ვიღაცებისთვის, ინტროსპექციის პროცესი, შეიძლება განკურნების, ჰილინგის, საკუთარ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობებზე მუშაობის პერიოდი და ასე შემდეგ. შესაძლოა გასული პერიოდების და წარსულის ემოციებმა საბოლოო ჯამში გადაგღალა. შესაძლოა საქმეებმა და პასუხისმგებლობებმა, რომელიც აქამდე გქონდათ, გადაგწვათ. ამიტომ აუცილებლად ეცადეთ, რომ ამ წლის განმავლობაში გამოიყენოთ პირველივე შანსი, რომელიც მოგეცემათ იმისათვის, რომ დაისვენოთ, იზრუნოთ საკუთარ თავზე თვითგანკურნებაზე და ასე შემდეგ. ეცადეთ, რომ ესეთი საშუალებები მაქსიმალურად კარგად
აი თვისოთ და შეირგოთ, ასე ვთქვათ. ნახეთ რატომ, იმიტომ რომ 2025 წლის მანძილზე, რასაც უყურებ, ძირითადად გეძლევათ სწორედ ამის საშუალება, რომ მოიპოვოთ სიმშვიდე, დაისვენოთ, თავი უფრო მეტად იგრძნოთ განახლებულად, განკურნოთ გარკვეული სახის პრობლემები, ან იარები, რომელიც შეიძლება არსებობდეს შინაგანად და იყოს უხილავი სხვებისთვის და აგრეთვე ეს იქნება წელი, რომელიც მოითხოვს ჩვენი მხრიდან და გვიბიძგებს და თავისთავადაც ახდენს შემდეგ ზეგავლენას, რომ დაწესდეს გარკვეული საზღვრები, გარკვეული ადამიანები გაიმიჯნონ აგრეთვე ან ცოტათი იზოლირდნენ თქვენი ცხოვრებიდან და რომ დაისადგუროს უფრო მოწესრიგებულმა, გაკონტროლებულმა და სტაბილურმა მდგომარეობამ. რაც იქნება მიღწევადი, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი დააწესებთ გარკვეულ საზღვრებს პირველ რიგში საკუთარი თავისათვის, თუ კი გააკონტროლებთ საკუთარ თავს, იქნებით მეტად დისციპლინირებული და უთმობთ მეტ ყურადღებას სხვათა შორის ჯანსაღ ცხოვრების სტილსაც მათ შორის, რაც ეხება ძილს, კვებას, ვარჯიშს, ფიზიკურ აქტივობებს და მიღწევებს და აგრეთვე რა თქმა უნდა აუცილებელი იქნება რომ ცოტათი შემოუღობოთ ეს თქვა ჩვენი ეზო ვიღაცებისათვის გამომდინარე იქიდან რომ თუ თავად არ დააწესებს საზღვრებს, სხვები მას უბრალოდ მათ ნამდვილად არ სცემენ პატივს და ნახდად არ დააწესებენ თავადვე. ეცადეთ დააწესოთ ეს გარკვეული საზღვრები, აქ რა თქმა უნდა არ არის საუბარი იზოლირებულობაზე, განდეგილობაზე ან სოციუმიდან მოწყვეტაზე. უბრალოდ ამ ყველაფრის შედეგად, თუ კი ცოტათი მეტად გავაკონტროლებთ რაღაცებს, დიდი ალბათობით თქვენი რეპუტაციაც უფრო მეტად ამაღლდება, ავტორიტეტიც და იქნებით უფრო მეტად დაფასებული ფიგურა თქვენს წრესა და სივრცეში. გისურვებთ წარმატებებს. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ მეორე ვარიანტის პასუხზე. მარსსა და მე რა ცვლილება გელოდებათ 2025 წელს თქვენ? 2025 წელი გარკვეულწილად შეიძლება აღმოჩნდეს რთული, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ ეს წელი, ალბათ ვიტყოდი, რომ ეს არის დასერიოზულების წელი. თუმცა აქ არ არის საუბარი მხოლოდ პიროვნების, მისი ხასიათის, განწყობისა თუ სოფხედველობის შეცვლაზე, არამედ პირველ რიგშია საუბარი თვითონ მოვლენებისა და რეზულტატების შეცვლაზე. შესაბამისად, თუ კი თქვენ ამ წლის მანძილზე გექნებათ გამარჯვებები, გექნებათ წარმატებები და წინსვლები, რეზულტატიც მეტად სერიოზული, დიდი და მნიშვნელოვანი და საგრძნობი იქნება, მაგრამ ანალოგიურად დაშვებულ შეცდომებსაც მოყვება სერიოზული შედეგები და პასუხი. გაითვალისწინეთ, რომ წელს აღარ არის იმის დრო, რომ ვიყოთ დაბნეული, არ ვიცოდეთ რა გვინდა, არ ვიცოდეთ საით მივდივართ, არ ვიცოდეთ როგორ განვკარგოთ ჩვენი დრო, შესაძლებლობები თუ უნარები, აუცილებელია რომ კარგად გაერკვეთ საკუთარ თავში, საკუთარ გეგმებში, დამოკიდებულებებში, მიზნებში, ამბიციებში თუ ასე შემდეგ. სხვა შემთხვევებში ის, რაც აქამდე სამყაროს მხრიდან რჩებოდა შემჩნეველი და როგორ ვთქვა, რაღაც მომენტებში დაუსჯელი, რაღაც მომენტებში კი დაუჯილდოებელი, წელს აუცილებლად დაიმსახურებს ამ ყურადღებას და შესაბამის პასუხსაც. შესაბამისად, როგორც თქვენი პოზიტიური უნარები და გეგმები დაჯილდოვდება და მიიღებთ კარგ, დიდ, ისეთ საგრძნობ გამარჯვებებს, აგრეთვე თქვენს მიერ დაშვებული შედეგებიც მოისხავს შესაბამის ნაყოფს. გაითვალისწინეთ, რომ ამ წლის დევიზი ფაქტობრივად არის, რასაც დასთეს, იმას მოიმკი და ანალოგიურად თუ დიდხანს იქნები გაურკვევლობაში, საბოლოოდ დაასრულებ გაურკვევლობაში ამ წელიწადს და უკმაყოფილებაში. შეეცადეთ, რომ კარგად გაერკვეთ და იქონიოთ ზუსტი ტაქტიკა და ზუსტი სტრატეგია იმისათვის, რომ შეძლოთ გამარჯვება. საქმე ძალიან ბევრი იქნება, ბრძოლა და კონფლიქტიც ძალიან ბევრი იქნება. კონფლიქტში არ გულისხმობა აუცილებლად ხალხთან დაპირისპირებას, არამედ პირველ რიგში იგულისხმება კონფლიქტები შინაგანი. ფიქრობ ეს არის საკუთარი თავის, საკუთარი ბუნების, საკუთარი უნარების, მორჯულების წელიწადი პირველ რიგში. მეორეს მხრივ შედარებით ზედაპირული ნაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი არის გამარჯვებები უშუალოდ სოციუმში, საზოგადოებასა და სხვადასხვა ურთიერთობებში ან თუნდაც კარიერაში. ეცადეთ რომ დაფიქრდეთ შემდეგზე და დაუსვათ საკუთარ თავს რაღაც მომენტებში ესეთი კითხვა: ღირდა თუ არა ეს გამარჯვება ამად, ან ღირს თუ არა ეს გამარჯვება ამად. საუბარია შემდეგ სიტუაციებზე, მაგალითად გაქვს კამათი მეგობართან, ღირს გამარჯვება მეგობრის დაკარგვად? ან დაუშვათ გაქვს რაღაც მოლაპარაკება, სადაც გაგიჯიუტო და შეყვარებული. ღირს კი რომ მას დაუმტკიცო შენი სიმართლე და რაღაც ასწავლო? ღირს კი წარმოთქვა ის სიტყვები ადამიანთან, რომელმაც შეიძლება გული ატკინოს? ნუ თუ ღირს გამარჯვება ამ ყველაფრად.
ნახეთ რატო ამბობ ამას წარსულში აქამდე ახლო პერიოდებში თუ კი დაუშვით რაიმე სახის მსგავსი შეცდომები, სადაც იმპულსურად და უფიქრებლად გამარჯვებით შეპყრობილმა ან შესაძლოა გაბრაზებულმა ან საერთოდაც გულნატკენმა რაღაცები წარმოთქვით ან მოიმოქმედეთ ისეთი სახით, რომ ვიღაცისთვის გული გეტკინათ, ეს ყველაფერი აუცილებლად მოისხობს ნაყოფს წელს. და ძალიან დიდი ალბათობით ადამიანები ვისთანაც დაუშვით შეცდომები წელს, არც ისე კარგ ნაბიჯებს გადადგავენ ჩვენი მიმართულებით, შესაბამისად, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მიუბრუნდეთ ამ გადაუჭრელ სიტუაციებსა და კონფლიქტებს და რამდენადაც მოახერხებთ ისინი დაალაგოთ ახლა. ანალოგიურად, ეცადეთ რომ კვლავ ვიმეორებ იფიქროთ იმ გამარჯვებებზე, რომელიც გელოდებათ წინ, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის ყველა სიტუაციაში არ არის აუცილებელი გამარჯვება. ზოგჯერ მეტად მნიშვნელოვანია, რომ ცოტახნით უკან გადაინაცვლო და გადახვიდეთ დამკვირვებლის პოზიციაში, რადგან ის ინფორმაცია, რომელსაც მიიღებ ამ ყველაფრის პროცესში, საკუთარი თავის დაკვირვების პროცესში, ზოგჯერ ბევრად ძვირფასია, ვიდრე ის ასე ვთქვათ რაღაცა თასი გამარჯვების, რომელსაც გადმოგცემენ ბოლოს, რადგან კი გამარჯვებას შეძლებთ წელს როგორც თქვი, დასერიოზულების წელი, ამიტომ ყველაფერი უფრო სერიოზული იქნება და თქვენი სიტყვაც უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება, შესაბამისად უფრო მეტად დასაწონი, თქვენი ძალაც უფრო მეტად გამოიკვეთება გავლენაც ადამიანებზე და ასე შემდეგ. თუ კი აქამდე ფიქრობდით, რომ ვერ გამჩნევდნენ, ვერ გხედავდნენ, ვერ გაფასებდნენ სათანადო წელს ეს ყველაფერი აბსოლუტურად შეიძლება და პირიქით დაგაფასებენ, მაგრამ ნახეთ როგორი რამეა, ზოგჯერ როდესაც ყურადღების ცენტრში ექცევი, რაღაცები ბევრად რთულია, იმიტომ რომ ესეთ დროს აღარ გეპატიება სხვადასხვა შეცდომები. აი მაგალითად ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ხოლმე პრეტენზია იმაზე, რომ მინდა ვიყო ცნობილი ან მინდა რომ ისეთი ადამიანი ვიყო, ვისაც სხვები ეყრდნობიან, ვის აზრსაც ითვალისწინებენ, უსმენენ, ესეთ გავლენიანი ადამიანი სურთ რომ იყო ინფლუენსერი. ესეთ დროს ნახეთ როგორი რამე არსებობს ძალიან ბევრი გამოწვევა, რომელიც ადამიანს ხშირად არ აქვს გათვალისწინებული და რისთვისაც ის არ არის ხოლმე მზად. მაგალითად ის რომ ეხლა შენ კი ისა მაგალითო ხარ სხვა ადამიანებისათვის, მაგრამ პატარა ნაკლოვანებებსაც კი შეამჩნევენ. შენს უმცირეს შეცდომებსაც კი ძალიან სქელი შავი მარკერით გაევლება ხაზი და ყველა დაინახავს ამას. აქამდე თუ შეგეძლო საკუთარ თავზე არ გეზრუნა, რაღაცები გელაპარაკა ისე რომ დიდად არ გეფიქრა შედეგებზე და ამ შემდეგ, ესეთ მდგომარეობაში უკვე ამის უფლება აღარ გაქვს. ფაქტობრივად იდეალური უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში საზოგადოებამ შეიძლება პირიქით გადაწყვიტოს შენი მტრობა ან ძალიან უხეში რეაქციით წამოვიდნენ შენკენ. არ არის აუცილებლად საუბარი თქვენს შემთხვევაში რომ გინდა თუ არა ცნობილი გახდებით საქვეყნოდ და მთელი ქვეყნის კრიტიკის საგანი იქნებით, მაგრამ თქვენს წრეში, თქვენს საქმეში, თქვენს ასე ვთქვათ სამყაროში თქვენი როლი აუცილებლად ამაღლდება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება და ამ ამაღლებას, როგორც ვთქვი, თავისი უკუჩვენებებიც აქვს. ამიტომ იყავით ფრთხილი, ყურადღებიანი, დაკვირვებული და იმუშავეთ მეტად საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში, როგორც ვთქვი, წარმატებების გაცილებით დიდი იქნება და ძალიან საინტერესო ჰორიზონტები გაიშლება თქვენს წინაშე, რომელიც გარკვეულ გზებს გაგიხსნით, რომელზეც შესაძლოა აქამდე საერთოდ არც კი გეფიქრათ. გისურვებთ წარმატებებს. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, იმიტომ რომ ესე საინტერესოდ დაემთხვა ხმლების ორიანი და მონეტების ორიანი. ორიანი. შინაარსობრივად ძალიან საინტერესო კომბინაცია გამომდინარე იქიდან, რომ ორიანები ძირითადად თავად აგებენ პასუხს ცვლილებებზე და გარკვეულ გადაწყვეტილებებზე. თუმცა ნახეთ როგორი მომენტია აქ. თითქოს ვიწყებთ გარკვეული ესეთი ცოტა დაუბალანსებელი მდგომარეობიდან და გადავდივართ შედარებით დაბალანსებულ მდგომარეობაში. ვერ ვიტყვი რომ 2025 წელი იქნება სტაბილური, მყარი ან უკიდურესად დაბალანსებული, მაგრამ შედარებით უკეთესია. ყოველ შემთხვევაში უკვე გზაში ვართ იმ შედეგისკენ, რომლისკენაც ვილტვით და რომლის მიღწევაც ასე ძალიან გსურს. თუ კი აქამდე იმყოფებოდით ერთგვარი მენტალური სტაგნაციის მდგომარეობაში, გადაუწყვეტელობის, გაყინულობის ან ჩიხის მდგომარეობაში, ეხლა დგება პერიოდი, როდესაც აქედან გამოხვალთ. დაფიქრდით, რა საკითხები გაწუხებდათ, რაზე ვერ იპოვეთ ვერაფრით პასუხი, რა არის, რასაც ვერაფრით ვერ მოაბით თავი, ვერ გაუსწორეთ თვალი გარკვეულ სიმართლეებს, ვერ ჩახედეთ თვალებში გარკვეულ შიშებს, ვერ გადადგით ნაბიჯი გარკვეულ მენტალურ ან შესაძლოა მორალურ ან ეთიკურ დილემებთან დაკავშირებით. დიდი შანსია რომ ფიქრობდით რაღაცის გაკეთებაზე, მაგრამ საბოლოოდ ყოყმანობდით რაღაცების ან ვიღაცების გამო. წელს ეს სიტუაცია იცვლება.
მართალია სიტუაციები იმდენად არ გვაძლევს ჩვენ სიტუაციებში სრულფასოვნად გარკვევის საშუალებას, მაგრამ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყოველ შემთხვევაში ამ სტაგნაციის, გაყინულობის მდგომარეობიდან გამოვიდეთ და დავიწყოთ მოქმედება. მოქმედება უფრო მეტად მოქნილი, რომელიც გვაძლევს ლავირების, ცვლილების, ადაპტაციის საშუალებას. ამიტომ თქვენთვის მთავარი რეკომენდაცია რაც მაქვს არის, რომ იყავით მოქნილი და არავითარ შემთხვევაში წლის მანძილზე ისეთ საკითხებს ან ისეთ თემებს არ მოკიდოთ ხელი, რომელიც არის უკიდურესად მყარი, სუბსტანციური, მოუქნელი და ასე შემდეგ. ანუ არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი ცხოვრებაში, რომელიც მას რადიკალურად შეცვლის. თუ ერთ ნაბიჯს გადადგავთ, თუ არა ერთი ნახევარი ნაბიჯი მაინც მოიტოვეთ უკან, რომ პოტენციურად ისევ ახლიდან დაიწყოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება გამოცდილების, გაწაფვის წელი, სადაც ცდასთან ერთად მოგიწევთ, რომ მიიღოთ, ასე ვთქვათ, ცოდნა. მიიღოთ ცოდნა არა თეორიით, არამედ პრაქტიკით. მოსინჯოთ ეს ყველაფერი თქვენი ხელებით, გემოგაუსინჯოთ ამ ყველაფერს და ნახოთ, რამდენად გერგებათ, რამდენად მოგწონთ, რამდენად გიხდებათ და ასე შემდეგ. ეს არის ნაბიჯების გადადგმის წელი, პრიორიტეტების დალაგების წელი. აქამდე დიდი ალბათობით აგრეთვე ვერ ახერხებდით იმ რაღაც საკითხების გადაჭრას, გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ არ უდგებოდით მათ ორგანიზებულად. ეხლა, როდესაც პრიორიტეტები დალაგდება ცხოვრებაში და გამოიკვეთება ასევე გარკვეული დამატებითი დამხმარე საშუალებები, რესურსები, ღირებულებები და ცოდნა, უფრო მეტად გამარტივდება პროცესები. აგრეთვე ეს არის წელიწადი დაკავშირებული ფინანსების სწორ მენეჯმენტთან და გარკვეულ მატერიალურ ცვლილებებთანაც. აწონდაწონვა მოხდება ბევრი რაღაცის, აქ შეიძლება ვიღაც შემთხვევაში იყოს საუბარი მატერიალურ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, ვიღაც შემთხვევაში უფრო მეტად გონებრივ, მენტალურ თუ სულიერ ღირებულებებზე, რომლებიც წელს შეიცვლება და საბოლოო ჯამში უფრო უკეთეს, უფრო პოზიტიურ, მეტნაკლებად დაბალანსებულ მდგომარეობაში გადავალთ. ეს წელიწადი იქნება საკმაოდ აქტიური, ენერგიული, შრომატევადი, დიდი ალბათობით თავდაპირველად მოგეჩვენებათ ცოტათი ქაოსურად, გაუგებრად, არეულდარეულად, შეიძლება გადაიწვათ, გადაიღალოთ კიდეც, მაგრამ ვფიქრობ პროცესში შეძლებთ რომ რაღაცები მეტად დააბალანსოთ, დააორგანიზოთ, კარგად გაუწიოთ სხვადასხვა მოვლენებს, სიტუაციებსა თუ საჭიროებებს მენეჯმენტი და ამის შედეგად უკვე თითქოს მეტად გამოიმუშავებთ ამტანობას, გამძლეობას, ენერგიას და სხვაგვარად უფრო კრეატიულად, შემოქმედებითად აღივსებით და შეძლებთ რომ სიტუაციებსაც სხვა თვალით შეხედოთ. ეს არის თვალსაწიერის შეცვლის, სიტუაციების შეცვლის, მოქმედების, ორგანიზებისა და პრიორიტეტებისა და ღირებულებების დალაგებისა და ცვლის წელიწადი, რომელიც იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გისურვებთ წარმატებებს. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ ბოლო, მეოთხე ვარიანტზე. აქამდე გადიოდით პერიოდს, რომელშიც წესიდარიგით უნდა შეგესწავლათ სხვები, შეგეცნოთ სხვა ადამიანები, გაგეცნოთ ისინი, დაახლოებოდით მათ მეტად, ვიღაცები შეგვყარებოდათ ვიღაცებთანაც, დაგეკარგათ ურთიერთობები. ეს იყო სხვებთან კავშირის პერიოდი. ახლა კი იწყება პერიოდი საკუთარ თავთან კავშირის დამყარების, სადაც მოხდება ინდივიდუაცია, თვითაღმოჩენა და საკუთარი რეალური ბუნების გამოვლენა და მასთან მეტად დაახლოება. ეს წელიწადი მოგიტანთ ცვლილებებს ისეთი მიმართულებებით, როგორც შეიძლება იყოს თქვენი იმიჯი, როგორც შეიძლება იყოს თვითშეფასება, თვითაღქმა, როგორც შეიძლება იყოს თქვენი სტილი, პოზიცია. დიდი ალბათობით მოიზიდავთ ახალ ადამიანებს, კავშირებს, შესაძლოა გაიჩინოთ მეგობრები. აგრეთვე თუ კი აქამდე გქონდათ პრობლემები დაკავშირებული პირად ურთიერთობებთან, დიდი შანსია რომ ეს ყველაფერიც დაალაგოთ და იპოვოთ ისეთი ადამიანები, ვინც უკეთ გაგიგებთ, ასე ვთქვათ, თქვენი ტოლი და სწორი. ხოლო თუ უკვე გყავთ პარტნიორი, რომელთანაც გაიარეთ ეს გარკვეული შეცნობის, თვითაღმოჩენის და ერთმანეთის გაცნობის ფაზები, მაშინ ეს აუცილებლად იქნება მეტად დაახლოების პერიოდი. თუ უკვე ცხოვრობთ ერთად ან ახლო პერიოდში დაოჯახდით, ან გადაწყვიტეთ თანაცხოვრება, ან თუ კი თქვენ გაიარეთ ისეთი ფაზა ურთიერთობებში, რომელიც არის დაკავშირებული ერთმანეთის და საკუთარი თავების სულიერ და ემოციურ განკურნებასთან, მაშინ სხვათაშორის შეიძლება ეს იყოს ასევე ბავშვების ყოლის ახალი სიცოცხლის შეძენის წელიწადიც. ყოველ შემთხვევაში თუ არა დაბადების, მათი დაგეგმვის მაინც. ძალიან პოზიტიური წელიწადი გელოდებათ, რომელიც მასშტაბურად
მოიაზრებს ცვლილებებს, მაგრამ პირველ რიგში ცვლილებები დაიწყება თავად თქვენში. ალბათ დამეთანხმებით ნებისმიერ მნიშვნელოვანი ცვლილება პირველ რიგში ჩვენით იცვლება, რადგან როდესაც იცვლება ადამიანი, მისი სულიერი მდგომარეობა, მისი ენერგეტიკა და განწყობა, ამის თანახმად ის იზიდავს შემდგომ უკვე შესაბამის რეალობას, შესაბამის მოვლენებს, ადამიანებსა და გარემოებებს. ამ შემთხვევაში კი ის არკანები, რომელიც ამოგვივიდა ტაროზე, ყველანაირად მეტყველებს პოზიტიურ ცვლილებებზე, პოზიტიურ ურთიერთობებზე და პოზიტიურ აღმოჩენებზე. ნაყოფიერი წელი გექნებათ, რომელიც დაგეხმარებათ სასიამოვნო, იღბლიანი და დადებითი პერსპექტივების მოზიდვაში, რომელიც გამოიწვევს თქვენს ცხოვრებაში არა უბრალოდ კარგი მოვლენების მოზიდვას, ასე ვთქვათ, არამედ საჭირო მოვლენების მოზიდვას, რომელიც საბოლოო ჯამში დაგეხმარებათ, რომ მეტად გამოძერწოთ საკუთარი თავი და პიროვნება და თქვენი ცხოვრებაც თითქოს და იმ მიმართულებით წარმართოთ, რომლითაც ის წესით და რიგით უნდა ყოფილიყო წარმართული აქამდე. გისურვებთ წარმატებებს და საუკეთესო ცვლილებებს. ამაზე ჩვენი დღევანდელი ვიდეო სრულდება. თუ მოგეწონათ აუცილებლად დაალაიქეთ ის, დაგვიწერეთ კომენტარი, დაგვიწერეთ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ასევე შემოთავაზოთ კომენტარებში თქვენი იდეები ამა თუ იმ გაშლებთან მიმართებით. მაგალითად, რაზე გინდომებოდათ რომ გამეკეთები და მომდევნო გაშლები და თუ საინტერესო თემები იქნება, გავითვალისწინებ და დიდი ალბათობით ჩავწერ ამ ყველაფერთან დაკავშირებითაც გაშლას. ან არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს ვიდეოები დაკავშირებული გინდა თუ არა ტაროს გაშლასთან, შეიძლება ეს იყოს ზოგადი თეორიული ვიდეოები, როგორცაც ასევე უხვად იხილავთ ჩვენს YouTube არხზე და Facebook ჯგუფში. შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ მომმართოთ და ჩაეწეროთ, ხოლო ონლაინ კურსების გასავლელად შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს საიტს grimoire.g. ყველას გისურვებთ წარმატებებს და ნაყოფიერ, ბედნიერ წელიწადს, რომელიც იქნება სავსე, სასიამოვნო და სასარგებლო ცვლილებებით.